მხარდაჭერა თავისუფალ საჯარო მოხელეებს. ამ ლოზუნგით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე მივიდნენ მოქალაქეები და კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრები. ისინი საჯარო მოხელეებს მიმართავენ და ამბობენ, რომ ვერავინ გათელავს იმ ძალისხმევას, რომელიც მათ ამ ქვეყნისთვის გაიღეს. მათი თქმით, ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოხელეების მიმართ სერიოზული წნეხი მიმდინარეობს და სახელმწიფო უწყებებში დაწყებული რეორგანიზაციაც ამის მაჩვენებელია. ჩვენ გვყავს უკვე ძალიან ბევრი დაყვანილი ადამიანი, ბევრი პოლიტპატიმარი, რომელთა სახელების ჩამოთვლაც უკვე ძალიან რთული გახდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობა არის და ვხედავთ ამ ადამიანების ძალიან ღირსეულ და გააზრებულ ბრძოლას. მაგრამ პოლიტპატიმრები, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც განიცდის ზეწოლას ამ ხელისუფლებიდან, ჩვენ ასევე ვხედავთ იმ გარშმაგებულ იერიშს, რომელიც საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმდინარეობს. და ამის ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი და შემოქმედი არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კახა კალაძე. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენ გავაგონოთ ჩვენი ხმა რეჟიმის პატიმრებს და ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თქვათ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. ერთადერთი რაზეც ეს სისტემა დგას, საჯარო მოხელეების ეს არის უსაფრთხო და გარანტირებული სამუშაო ადგილი. ამას თუ გამოაცლით, ამ ადამიანებს მერე დასაკარგი არაფერი არ აქვს. ამიტომ საჯარო მოხელეებს მივმართავ მერიის თანამშრომლებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. არ შეგეშინდეთ, თქვენს გვერდით ვართ, ვერავინ ვერ გათელავს. საიდანაც არ უნდა იყოს, რანაირი ველურიც არ უნდა იყოს, კალაძესნაირი ვერავინ ვერ გათელავს იმ ძალისხმევას და იმ შრომას, რომელიც ამ ქვეყნის სამსახურში გაქვთ ჩადებული. ბოლომდე ვიდგებით თქვენს გვერდზე, ბოლომდე დავიცავთ თქვენ უფლებებს და იცოდეთ, რომ ის უფლებები, რომელიც კონსტიტუციით და შრომის კოდექსით გაქვთ მონიჭებული, იცავთ ასეთ ვითარებაში. მივესალმები იმ ფაქტს, რომ პროფკავშირები შეიქმნა, რომელიც დაიცავს საჯარო მოხელეების უფლებებს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამ ადამიანებმა ხმა ამოიღეს და საქართველოს კონსტიტუციას, რომელსაც მთელი ცხოვრება იცავდნენ, მის დარღვევაზე, დარღვევის წინააღმდეგ აღმართეს ხმა.